მოგესალმებით ეთერშია დასუტევის საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარიამ ელიავა გაგეცნობთ. ბოლო წლებში შეიმჩნევა ჩინეთიდან ტურისტული ნაკადების დადებითი ტენდენცია. 2025 წლის პირველ 3 კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ვიზიტები 45%-ით გაიზარდა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო ასევე მიესალმება ჩინური ინვესტიციების დადებით ტენდენციას, რომელმაც 2025 წელს მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენა. გარდა ამისა, საქართველო მიესალმება ჩინური ინვესტიციების ბოლოდროინდელ დადებით ტენდენციას, რომელმაც 2025 წელს მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენა, თუმცა კვლავ არსებობს მნიშვნელოვანი პოტენციალი უფრო ღრმა თანამშრომლობისთვის, განსაკუთრებით ისეთ ძირითად სექტორებში, როგორიცაა ენერგეტიკა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, სტუმარ-მასპინძლობა, სადაც ჩინური საწარმოების მონაწილეობა წახალისებულია. აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით 2021-დან 2024 წლამდე საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდის ტემპი დააფიქსირა. სამართალდამცავებმა ეგრეთ წოდებული ქურდული სამყაროს წევრობის, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის, ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის ბრალდებით 34 პირი დააკავეს. რამდენიმე პირს კი ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, საპოლიციო ღონისძიების დროს ერთ-ერთმა პირმა ადგილზე მისულ სპეცდანიშნულების რაზმს ცეცხლი გაუხსნა. საპასუხო სროლისას მისი ლიკვიდაცია მოხდა. საპოლიციო ღონისძიება ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თბილისის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების თანამშრომლებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთდროულად ჩაატარეს. ამასთან დარახველიძის განმარტებით საპოლიციო ღონისძიების ფარგლებში დაკავებულია ლევან ჯანგველაძის საქმეზე ბრალდებულ დავით მიქაძის დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე. დარახველიძის განცხადებით დავით ჩუბინიძე და დავით მიქაძე წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად დაეუფლნენ ვახტანგ კობიაშვილის სახელზე რეგისტრირებულ 5 ცალ ცეცხლსასროლ იარაღს, საიდანაც ერთ-ერთი მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღეს მესამე პირზე. დანაშაულებით 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ნაცვლად იმისა, რომ ეგრეთ წოდებული ხელისუფლება ზრუნავდეს საკუთარ მოქალაქეებზე, ისინი ყველაფერს აკეთებენ უცხოტომელების ჩამოსახლებისთვის. ამის შედეგად მოხდება ჩანაცვლება და მივიღებთ საქართველოს ქართველების გარეშე. 9 მილიონი კვადრატული მეტრი უნდა გადასცენ არაბებს. ეს არის 600 მილიონად შეფასებული მიწა. ამის შესახებ ლელო ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა ქეთევან თურაზაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, უმძიმესი სოციალური პრობლემების გამო ემიგრანტთა რაოდენობა მატულობს. საქართველოში კი ჩვენი მოქალაქეები აღარ ბრუნდებიან. ჩვენი ქვეყანა დემოგრაფიული კატასტროფის წინაშეა. შობადობა ნაკლებია ვიდრე სიკვდილიანობა. 2025 წლის მონაცემებით 17719 ბავშვი დაიბადა. ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 22718 ადამიანი. ქართული ოცნების ეგრეთ წოდებული ხელისუფლება ეროვნულ საფრთხეს უქმნის ქვეყანას. ამ დროს ქართული ოცნება ხელს უწყობს ორი არაბული ქალაქის მშენებლობას ორ უნიკალურ ტყეპარკში, გრწანისა და გონიოში. აქ არის უნიკალური ეკოსისტემა, რომელსაც განადგურება ემუქრება ყველა საფრთხეს და ეჭვსამძაფრეს ისიც, რომ ქართული ოცნება არასაჯაროებს ხელშეკრულებას. ჩვენ ძლიერი საქართველო ლელო მოვითხოვთ დაუყოვნებლივ გასაჯაროვდეს ხელშეკრულება, აღნიშნა ქეთევან თურაზაშვილმა. გაფართოების ანგარიშში ძუნწად საუბრობენ იმ სფეროებზე, სადაც საქართველო კარგ მაჩვენებლებს აღწევს. არანაირი კარგი სიტყვა არ ემეტებათ ჩვენთვის 2030 წლისთვის ან იქნებიან მზად გაფართოებისთვის ან არა. ამის შესახებ ხალხის ძალის დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, ევროკავშირის გაფართოების ანგარიშში განსაკუთრებით ის ნაწილი, რომელიც ნეგატიურად აფასებს საქართველოს, თავიდან ბოლომდე ტყუილია. სეფაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველომ ევროკომისიის ყველა რეკომენდაცია შეასრულა. მისივე თქმით, ევროინტეგრაცია არ შეჩერებულა. ყველა რეკომენდაცია არის შესრულებული. მე ვერ ვიტყოდი, რომ 9 პუნქტის შესრულებული არ არის. მათ უბრალოდ არ უნდათ ამ 9 პუნქტის შეფასება მოხდეს ადეკვატურად. რეალური ფაქტორების გათვალისწინებით აცხადებს ეკა სეფაშვილი. მოსკოვში დაწერილი სცენარით ქართულმა ოცნებამ დაასამარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა. ასე შეაფასა ძლიერი საქართველო ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა თაზო დათუნაშვილმა გაფართოების ანგარიში, რომელიც ევროკომისიამ გამოაქვეყნა. დათუნაშვილის თქმით, ანგარიშში ყოველგვარი დიპლომატიური ენის გარეშეა ნათქვამი, რომ ქართული ოცნების პირობებში საქართველოს ევროპული მომავალი დასრულებულია. საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გაიაზრონ ის უმძიმესი რეალობა, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა დღეს აღმოჩნდა. ანგარიშმა პირდაპირ ყოველგვარი დიპლომატიური ენისა და შეფარვის გარეშე ქართულ ოცნებას და საქართველოს მოქალაქეებს უთხრა, რომ ქართული ოცნების პირობებში საქართველოს ევროპული მომავალი არის დასრულებული. ასეთი გამონათქვამი, რომ მხოლოდ ფურცელზე არის საქართველოს კანდიდატის სტატუსი, ნიშნავს, რომ ქართული ოცნების პირობებში საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი გაჩერებულია, განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.
თითქოს და ფორმალურად საქართველოს რჩება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში არის ილუზია და ტყუილი. ევროპული პენსია, ხელფასი, განათლება, კეთილდღეობა და უსაფრთხოება შეგვიძლია დავიბრუნოთ და მოვიპოვოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოვიშორებთ ივანიშვილის რუსულ რეჟიმს. ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირის გაფართოების ანგარიში დაედება საფუძვლად საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას. საუბარია ივანიშვილზე, მის გარემოცვაზე, მოძალადეებზე, ცრუ მოწმეებზე, ეგრეთ წოდებულ მოსამართლეებზე, პროპაგანდისტებზე, რომლებიც ატყუებენ ქართულ ხალხს და ფინანსურ ბიზნეს ელიტაზე, რომელიც ქართულ ხალხს ძარცვავს და აფინანსებს ივანიშვილის რეპრესიულ რუსულ მანქანას. ეს ანგარიში დაედება საფუძვლად ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ჩვენი ძალისხმევის შედეგად ეს გადაწყვეტილება არ შეეხებათ საქართველოს მოქალაქეებს და ევროკავშირი აამოქმედებს უვიზო მიმოსვლის შეჩერებას მხოლოდ და მხოლოდ რეჟიმის წევრების მიმართ. განაცხადა თინა ბოკუჩავამ. ჩინეთის მერვე საერთაშორისო იმპორტის გამოფენა და არსების დღიდან გახდა მნიშვნელოვანი პლატფორმა ვაჭრობის გაძლიერების, პარტნიორობის, ხელშეწყობისა და ინოვაციური გადაწყვეტილებების პოპულარიზაციისთვის. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ყობახიძემ ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, გამოფენა ხელს უწყობს უფრო ღია და მდგრადი გლობალური ეკონომიკის ჩამოყალიბებას. გამოფენა აგრძელებს ჩინეთის ერთგულების დემონსტრირებას საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობისა და საერთო ზრდის მიმართ, ახალი შესაძლებლობების შექმნის გზით. ჩვენი თანამშრომლობა კვლავ იძლევა ხელშესახებ შედეგებს ვაჭრობის, ინფრასტრუქტურისა და ინვესტიციების სფეროში, ქმნის ახალ შესაძლებლობებს და აძლიერებს ჩვენს ეკონომიკურ მდგრადობას, განაცხადა ირაკლი ყობახიძემ. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე კომიტეტის დელეგაციასთან ერთად საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტის მიწვევით ოფიციალური ვიზიტით რიადში იმყოფება. პარლამენტის ინფორმაციით ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები საუდის არაბეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესა და კომიტეტის წევრებთან, ასევე საუდის არაბეთის პარლამენტში საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან და წევრებთან. ქართულმა მხარემ საუდის არაბეთის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და კოლეგებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, სამხრეთ კავკასიაში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე და ასევე იმ ეკონომიკურ პროგრესზე, რომელსაც საქართველოს ბოლო წლების განმავლობაში მიაღწია. საუდის არაბეთის პარლამენტის წევრებმა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე, საუდის არაბეთის ხელისუფლების მიერ დაგეგმილ რეფორმებსა და 2030 წლის ხედვაზე ისაუბრეს. შეხვედრისას საინფორმაციო ტექნოლოგიების, განახლებადი ენერგიებისა და ინფრასტრუქტურის მშენებლობის სფეროებში ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებზე ისაუბრეს. მუნი ყოველწლიურად არის მატება არ შეინიშნება, ყველა შეიძლება დაემართოს და საპანიკო არაფერია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ განაცხადა, მისი განმარტებით წლის განმავლობაში არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპის ქვეყნებში მოსახლეობის 1%-ს მუნი აღენიშნება. მისივე თქმით, დაახლოებით ასეთივე მონაცემებია დღეს საქართველოშიც. იმნაძის განმარტებით, მუნის მკურნალობა ადვილია და ის კანით კანზე მჭიდრო ხანგრძლივი კონტაქტით ვრცელდება. პროფილაქტიკისთვის მნიშვნელოვანია, რომ მოვერიდოთ ინფიცირებულთან კონტაქტს, მოვერიდოთ სხვისი პირსახოცის, სხვისი ტანსაცმლის და თეთრეულის გამოყენებას. მკურნალობა აუცილებლად უნდა ჩაუტარდეს არა მარტო იმას, ვისაც აქვს მუნი, არამედ მისი ოჯახის ყველა წევრს და ასევე ვისაც მჭიდრო, ახლო და ხანგრძლივი კონტაქტი აქვს მასთან. განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. სუპერმარკეტ სპარის ორი თანამშრომლის მიმართ განხორციელებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეებიდან ერთ-ერთი მომღერალ მამუკა ჩარკვიანის შვილი ჯაკო ჩარკვიანია. როგორც ინტერპრეს ნიუსთან საუბარში მისმა მამი და თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, მისი ძმისშვილი დაკავებული არ არის, ის არ გამოუკითხავთ და არც არსად მიმავლას არ აპირებს. ჩარკვიანის თქმით, მის ძმისშვილს მანანა გიორგობიანმა დაურეკა და დახმარება სთხოვა. ცნობისთვის, 2 ნოემბერს გვიან ღამით სუპერმარკეტ სპარში ორ თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდნენ. სამართალდამცავებმა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე მანანა გიორგობიანი დააკავეს. შსს ცნობით მანანა გიორგობიანი დაუკავშირდა ჯაკო ჩარკვიანს, რომელიც ადგილზე თანხმულ პირებთან ერთად მივიდა, რა დროსაც მათ სუპერმარკეტის ორი თანამშრომელი ძალის გამოყენებით გაიყვანეს გარე ტერიტორიაზე და ჯგუფურად ფიზიკურად გაუსწორდნენ. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225 და 126 მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ ძალადობას და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ეგრეთ წოდებულმა შატდაუნმა 36 დღიანი ნიშნულს გადააჭარბა და ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი გახდა. ამერიკის შეერთებულ შტატებში ეგრეთ წოდებული შატდაუნი, რომელიც დაფინანსების შეწყვეტის გამო ფედერალური უწყებების ნაწილის მუშაობის შეჩერებას ნიშნავს, 1 ოქტომბრიდან გამოცხადდა. მიზეზი დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის ბიუჯეტის ახალ პროექტში ჯანდაცვის ხარჯებთან დაკავშირებული აზრთა სხვადასხვაობა გახდა. მიმდინარე შატდაუნმა გადააჭარბა დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის დროინდელ შატდაუნის ხანგრძლივობას, რომელიც 2018-2019 წლის დეკემბერ-იანვრის პერიოდში 35 დღის განმავლობაში გაგრძელდა.
ლატვიის სეიმმა სტამბოლის კონვენციიდან ქვეყნის გასვლის განუსაზღვრელი ვადით გადადებას დაუჭირა მხარი. მედიის ინფორმაციით ამის შესახებ ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ევიკა სილინამ განაცხადა. მისი ინფორმაციით სტამბოლის კონვენციიდან გასვლის გადადებას მხარი სეიმის 53 წევრმა დაუჭირა, 18 წინააღმდეგი წავიდა, ერთმა კი თავი შეიკავა. მივესალმები ამ კენჭისყრას, ეს არის დემოკრატიის კანონის უზენაესობისა და ქალთა უფლებების გამარჯვება, ეს არის ლატვიელი ხალხის გამარჯვება. ლატვია საიმედო პარტნიორი და მოკავშირეა და ევროპული ღირებულებების ერთგული რჩება, განაცხადა ლატვიის პრემიერმა. შეგახსენებთ, ლატვიის პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩმა სტამბოლის კონვენციიდან ქვეყნის გასვლის შესახებ კანონპროექტი სეიმში 3 ნოემბერს ხელმოწერის გარეშე დააბრუნა. მანამდე პარლამენტმა კონვენციის დენონსაციის შესახებ კანონპროექტი მიიღო. არაერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ პრეზიდენტს მიმართა და მოუწოდა არ დაემტკიცებინა სეიმის მიერ მიღებული კანონპროექტი. ამ მოწოდებებს პრემიერ-მინისტრი ევიკა სილინაც შეუერთდა. ევროპარლამენტში ევროპის სახალხო პარტიის წევრის გერმანიის გავლენიანი მემარჯვენე ცენტრისტული დელეგაციის ხელმძღვანელ ანგელიკა ნიბლერის წინააღმდეგ ევროკავშირის სახსრების არამიზნობრივად გამოყენების ბრალდებით გამოძიება მიმდინარეობს. ინფორმაციას პოლიტიკო 4 წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ევროპარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაიწყო განხილვა იმასთან დაკავშირებით, უნდა მოუხსნან თუ არა ნიბლერს იმუნიტეტი ევროპის პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე. ამას მოყვა თავად ნიბლერის კომიტეტის მოსმენა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღება სავარაუდოდ რამდენიმე თვე დასჭირდება. ამასთან ევროპის პროკურატურის მტკიცებით ნიბლერმა ბრიუსელში თავის თანაშემწეებს აიძულა შეესრულებინათ პირადი საქმეები, რომლებიც არ უკავშირდებოდა მის როგორც კანონმდებლის საქმიანობას. ევროპარლამენტის რეგლამენტის თანახმად თანაშემწეებს მხოლოდ საპარლამენტო მოვალეობების შესრულებაში დახმარება შეუძლიათ. ამერიკის შეერთებული შტატების კენტუკის შტატში ლუისვილის საერთაშორისო აეროპორტში აფრენის დროს UPS-ის სატვირთო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივ ხელისუფლებაში ვარაუდობენ, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება. დაშავებულია 11 ადამიანი, რამდენიმე კი დაკარგულად მიიჩნევა. ცეცხლმოკიდებული ნამსხვრევების შედეგად აეროპორტთან ახლოს მდებარე შენობებს ხანძარი გაუჩნდა. ჰავაისკენ მიმავალ თვითმფრინავს ჩამოვარდნის დროს 144,000 ლიტრი საწვავი გადაჰქონდა. წინასწარი გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია რამ გამოიწვია კატასტროფა. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.